თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან სანიკიძის საქმეზე, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან, გადაწყვეტილების გამოცხადება 30 აპრილამდე გადადო. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით სანიკიძემ რუსთაველის გამზირზე 30 იანვარისა და 1 თებერვლის საპროტესტო ღამეს გზა ხელოვნურად გადაკეტა. სასამართლო პროცესზე სანიკიძემ თქვა, რომ როგორც წესი ის აქციაზე მაშინ მიდის, როცა გზა უკვე გადაკეტილია. თუმცა მისთვის არც გადაკეტვაში მონაწილეობის მიღება იქნებოდა პრობლემა, რადგან პროტესტის მნიშვნელობას აცნობიერებს. სხდომაზე ბრალდების მხარემ სანიკიძეს კითხა, თუ როგორ ხვდება, რომ გზა გადაკეტილია, რაზეც ოპოზიციური პარტიის წევრმა უპასუხა, რომ ამის დამადასტურებელი თავად პოლიციაა. მინდა ხაზი გაუჩვა იმ საკითხს, რომ თავარი რაც აქ ხდება და სამწუხარო და ყოველად მიუღებელი პრეცედენტია, რომელიც ჩემი აზრით სწორედ ამ პროტესტის შედეგად ამ ქვეყანაში დამთავრდება, რომ გინდა 20 კაცი იკრიბებოდეს, გინდა 500, გინდა 2000, გინდა 10000, როდესაც იბრძვის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის, ევროპული მომავლისთვის, იმისთვის, რომ იმის ხაზგასასმელად, რომ გიორგი ანწუხელიძე არის გმირი, იმის ხაზგასასმელად, რომ 9 აპრილი რუსეთის მოწყობილია, ამის გამო ადამიანები ამ ქვეყანაში არ უნდა ჯარიმდებოდნენ. რასაც ახით აი ამ გადაკეტილ გზას, აი როგორ აღიქვათ, რომ მოცემულ შემთხვევაში უკვე უნდა გადახვიდეთ გზისალამენტზე და დატოვოთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ნახეთ, მე გადაკეტილი გზის პირველი შეფასების კრიტერიუმი ჩემთვის არის ხოლმე, როგორც წესი, ახლა თუ არ არის რაღაცა წინასწარ დაანონსებული რაღაც, ან 9 აპრილი, ან 26 მაისი, ან რაღაც ესეთი თარიღი თუ არ არის, როდესაც მივდივარ, მე როგორც წესი მივდივარ რუსთაველის მარიოტის მხრიდან, ანუ თავისუფლების მოედნიდან არ მივდივარ ხოლმე და როდესაც მივდივარ, იქ ყოველთვის დგას პოლიციის 2 მანქანა, ეკიპაჟის მანქანა, საპატრულო პოლიციის, რომლებიც აი ამას ვამბობ, მე ფაქტობრივად ყოველდღიურად მათთან მაქვს შეხება და ვერ ვიგებ მათგან პასუხს, თუ კი იქ ადამიანი მიდის და ეწევა სამართალდარღვევას იქ გავლით, მაშინ ამ ხალხს რატო აქვს ესე გზა გადაკეტილი, ანუ თავად პოლიცია არის ჩემთვის პირველი მანიშნებელი, რომ გზა გადაკეტილია. და როდესაც იქ შედიხარ, ეს ადამიანები არავითარ გაფრთხილებას არ მიკეთებენ, რომ შესაძლოა შენ აი ამ კანონმდებლობით სამართალდამღვრად იქნებ ცნობილი. სასამართლო პროცესზე კითხვები ბრალდების მხარის მისამართით ლევან სანიკიძის ადვოკატსაც ჰქონდა. ის დაინტერესდა, თუ რატომ არ ჰქონდა პოლიციელს რეაგირება მაშინ, როცა სანიკიძემ ბრალდების მტკიცებით გზა გადაკეტა. თუ კი სამართალდამღვრად ჩაიდინა ლევანი, რატომ არ მოხდა რეაგირება პოლიციის მხრიდან, ეს იყო კითხვა. მოცემულ შემთხვევაში გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხედავთ, რომ ქალაქეთა რაოდენობა გაცილებით აღიმატება, იქ იყო პოლიციელთა რაოდენობას. ასე ვერ ხედავთ იმასაც, როგორც ეს პოლიცია. მიუხედავად იმისა, რომ გზებზე ორივე მართლმსაჯულების ორივე მხარეს სულ მანქანებით სავსე პოლიციელებია. ანუ მოძრაობა როდესაც დაარბინა პოლიცია, იმიტომ რომ როდესაც ქალაქები გადავიდნენ ისევ ნაწილზე, ჩვენ ნახეთ, რომ სატრანსპორტო მოძრაობა ან შეწყვეტილი არ ქონდა, ასე ვთქვათ, პოლიციის თანამშრომლებთან, ავტომობილები ჩვეულებრივად გადაადგილდებოდნენ და რაიმე სახის ფაქტობრივ შეიძლება არ მოყოლოდა ამ ყველაფერს პოლიციამ დაარეგულირა, უჩვენა ასე ვთქვათ, მეორე ხაზის პოლიცია ავტომობილებს და ასე ვთქვათ, უკვე რამდენიმე განსაკუთრებული პერიოდის შემდეგ ჩვენ მიდის ყოველ შემთხვევაში, როდესაც ბატონილევანის ინფიცირება მოხდა პოლიციის თანამშრომლები კი არ აღიარებენ. ხო, ანუ მათ ასე ვთქვათ, თავიანთი ფუნქცია შეასრულეს გზის დარეგულირებასთან დაკავშირებით და ეს ტერიტორია დატოვეს. ქართული ოცნების პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმამუხში შეტანილი ცვლილებით დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვის გამო ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდეა გაზრდილი. ლევან სანიკიძეს საერთო ჯამში გზის გადაკეტვის გამო 7 ჯარიმა აქვს გამოწერილი. სანიკიძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს, თუმცა ფინანსური ჯარიმის გადახდას არ აპირებს.